რა გაგახარებთ სულ მალე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, შეგიძლიათ დამეცახოთ ვიკანა არკანა და ვნახოთ აბა რა გაგახარებთ სულ მალე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში უვარიანტოდ. პირადი კონსულტაციისთვის პირადში მომწერეთ და ვნახოთ აბა არკანის სამართლიანობა. პირველ რიგში გარკვეული სიტუაცია დაალაგდება თქვენთვის სასარგებლოდ და სამართლიანად, განსაკუთრებით თუ რაღაც გარკვეულ იურიდიულ საკითხებში ხართ ჩარეული, მაგალითად აქ არის ან განშორება, ან განქორწინება, ან რაღაც არ ვიცი უძრავი ქონების გაყოფა, დაყოფა, ან სასამართლოები, ან რაღაც მსგავსი. აქ იცოდეთ, რომ სამართლიანობა და სამყარო მაქსიმალურად თქვენს მხარეს არის და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ასევე ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული ანდერძის რაღაც საკითხები წამოვიდეს ზოგი თქვენგანისთვის. ასევე რა სიტუაციაზე და ზღელავთ ახლა თქვენ ყველაზე მეტად, ეს სიტუაცია დაიწყებს მოძრაობას და დაიწყებს მოძრაობას სამართლიანად. მაგალითად, რაიმე სახის პრობლემა თუ იყო, ეს პრობლემა დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას. შეიძლება ბოლომდე მოგვარდეს, შეიძლება უბრალოდ დაიწყოს, ამას უკვე ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. არკანი კვერთხების პაჟი, აქ მოდის სრულიად ახალი იდეები და ენერგიის მოზღვავება. მეგობრებო, სასიცოცხლო ენერგია მოგემატებათ ახლო მომავალში და ეს გაგახარებთ. ასევე აქ მოდის გარკვეული ტრანსფორმაცია, რა კუთხით მოდის ტრანსფორმაცია, კვერთხების 4-იანი და პენტაკლების 3-იანი. სტაბილურობის კუთხით მოდის ტრანსფორმაცია მეგობრებო. აქ ზოგი თქვენგანი შეიძლება შევიდეს რაღაც სასიყვარულო ურთიერთობებში, ან კონკრეტულ ადამიანთან შერიგდეს, კონკრეტულ ადამიანთან მოლაპარაკება იყოს, რაღაც ახალი ურთიერთობის დასაწყისი შეიძლება იყოს აქ, ხო? კიდევ ნახოთ რა გაგახარებთ ახლო მომავალში, აბა თასების 3-იანი. ახალი მეგობრები, ახალი ადამიანები თქვენს რეალობაში, სოციალიზაცია ჩანს აქ აშკარად, ახალი კლიენტები, ახალი აუდიტორია შეიძლება იყოს მათთვის, ვისთვისაც ეს საკითხი მაგალითად აქტუალური არის, ხო? თუ მე მაგალითად მეყურებენ ან კოლეგები, ან არ ვიცი ინფლუენსერები, ან ვიღაც ისეთი ადამიანები, ვისთანაც პროფესიაში მნიშვნელოვანია კლიენტურა, აუდიტორია. ნებისმიერ შემთხვევაში აქ მოდის სოციალიზაცია, ადამიანებთან მოლაპარაკება, უფრო ჰარმონიული კომუნიკაციები, კონკრეტულ ადამიანთან შერიგებაც შეიძლება იყოს აქ გავიმეორებ და ახალ ურთიერთობაში შესვლაც. ყველას არ ეხება ახალი ურთიერთობები, უბრალოდ შესაძლებელია. თუ თქვენ უკვე ხართ ურთიერთობაში, ამ ურთიერთობაში ნელ-ნელა მეტი ჰარმონია შემოდის, უბრალოდ აქ მესამე პირების კუთხით იყავით ცოტა ფრთხილად. არკანის სამყარო, კი ბატონო, დასრულდება გარკვეული ნეგატიური ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და კვერთხების მეფე. იცით, აქ კონკრეტული მამაკაცისგან იგრძნობთ ყურადღებას, მამაკაცებო თქვენ პირიქით კონკრეტული ქალისგან იგრძნობთ რაღაც ვნებით ან რომანტიულ ყურადღებას. კიდევ ერთი არკანი მთვარე. თქვენ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ მეტად შეისწავლოთ და ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქიკას. აქ მოდის მიმღებლობა საკუთარი ბნელი მხარისა. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს ცუდს ან ბოროტს, ბნელი ნიშნავს ფარულს, უარყოფილს. კიდევ არკანის სამსჯავრო. მეგობრებო, ზოგ თქვენგანთან აშკარად აქ ყოფილები მოდიან, მოდის გარკვეული წარსული ეპიზოდები და ნახეთ, ჩვენ ძალიან ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერს ხვდებით, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ასეთი ჭკვიანები და ბრძენები ვარ და ყველა კარმული გაკვეთილი და ყველა გაკვეთილი საერთოდ რაც კი გქონდა, იდეალურად გავიარეთ 10 ქულით კი არა 1000 ქულით, ხო? მაგრამ ხანდახან წარსული გვახსენებს საკუთარ თავს გარკვეული მოვლენების ან ადამიანების მეშვეობით და ამ დროს ისიც რა ხდება? ამ დროს სამყარო თავად ამოწმებს, ამ დროს სამყარო გვაკვირდება და ამოწმებს, ჩვენ რამდენად სწორად გავიარეთ გამოცდა, დავუშვებთ თუ არა იგივე შეცდომას და ასევე ეს ყოველთვის არის შანსი იმისა, რომ ჩვენ თავადაც გავაანალიზოთ, რეალურად ვისწავლეთ თუ არა. რეალურად სწორი ანალიზი გავაკეთეთ სიტუაციისა თუ არა. ხვდებით ხომ? ამიტომაც აქ წარსულიდან გარკვეული მოვლენების ან ადამიანების დაბრუნება შეიძლება იყოს და ეს იქნება თქვენთვის ასეთი გადამოწმება, ასე თქვა სამყაროსგან მასალის გადამოწმება და ამ კუთხითაც იყავით ფრთხილად, იყავით დაკვირვებულად და ნუ დავუშვებთ წარსულ შეცდომებს.